აკვალიანი მოვიდა, მოგესალმები. აკო, როგორ ახლა ვილაპარაკებ თავდაცვის სამინისტროს გარშემო, რადგან შენ თავდაცვის სამინისტროს ჯინოსანი ხარ და საზოგადოებასთან ურთიერთობა თავდაცვის სამინისტროსი შენ გეხება. ვილაპარაკოთ ჯერ გიგი კალანდაძის ბრალდებებზე, იმის თაობაზე, რომ როგორ მოიწამლა უხარისხო საკვები ჯარისკაცები და როგორ მალავთ ამ ფაქტს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. იმიტომ რომ როდესაც მოხდა მოწამვლის ფაქტი, ჯერ ეს იყო ერთი თვის წინ, როდესაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, დაიწყო კვლევა, თუ რატომ მოხდა. კალანდაძემ დაასახლა რაღაც ასტრონომიული ციფრი, რამის ნახევარი შეერაღებული ძალები მოიწამლა, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. იყო მოწამვლის ფაქტები რამდენიმე სამხედრო ნაწილში, დაიწყო მოკვლევა. და როდესაც დადგინდა, რომ არის სერიოზული პრობლემები, მოხდა მთელი მენეჯმენტის შეცვლა ქართული კვების კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შეერაღებული ძალებს კვებით. შესაბამისად მოხდა რამდენიმე მაღალჩინოსის გადაყენება და კადრებში გადაყვანა თვითონ შეერაღებულ ძალებშიც, ასე რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რომ რამის თავდაცვის სამინისტრო მალავს. რატომ ნებისმიერი ინფორმაცია კალანდაძის გონია რომ ისე ბაჩო ახალია მინისტრი როგორც ჩანს და ყველაფერი იმალება და ჩვენ რაღაცებს მალავთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ყოველდღიურ რეჟიმში ახდება. ეს არ არის მარტო ქართული არასამთავრობოების შეფასება, ეს ჩვენ დასავლური პარტნიორების შეფასებაც არის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისგან და ასევე ჩვენი ვებგვერდიდან. რომელიც ვებგვერდი? mod.gov.g. შეგიძლიათ ახლა შეხვიდეთ და ნახოთ. mod.gov.g. სანოთ ლათინურში ვცე. გადავა mod.gov.g. აბა გაუშვათ ეკრანზე. შეგიძლიათ ყველა სიახლე მანდიხილოთ. გენის მეცნიერა გადასკვნებსაც აკეთებს, მარკის დევს. კი ბატონო, ეს არის თქვენი საიტი, ხო? აი ეს არის თქვენი საიტი და სად არის აბა ამ შემთხვევაში ძველი ინფორმაცია, იმიტომ რომ როცა მოხდა მოწამვლა, სიახლეებში შევძანდით. ხო, სიახლეები. ახალი ამბების არქივი. კი ბატონო. გადავზანით ახლა შემდეგ. ეს თლიანად გაქვთ ყოველდღე ანახლებთ, ხო? ყოველდღე ანახლებთ, ეს არის ორენოვანი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამ საიტიდან იღებენ ყველა ინფორმაციას. ეს საიტი არ ქონდა ბაჩოს, ხო? საიტი ქონდა თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ აქ იდება ყველაფერი, ყველა ინფორმაცია ტენდერებზე შეგიძლიათ შევძანით, ტენდერებზე, მიმდინარე პროექტებზე, სამშენებლო პროექტებზე შევძანით, აი აგერ არის ქვემოთ, ბევრი ფოტო რო არის ქვემოთ ჩამოყევით. არ ზემოთ თავზანდით? ხო. აი სამშენებლო პროექტები. ყველა შეუძლია ნახოს თუ სად რა პროექტი მიმდინარეობს და პროექტის მიმდინარეობას ვთქვათ. როგორ იყო ეს ყველაფერი, ეს პროექტები და ტენდერები ადრე? ადრე ტენდერები, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ 2011 წელს ჩატარდა სულ 16 ღია ტენდერი და 592 დახურული ტენდერი. რა ნიშნავს დახურული ტენდერი? დახურული ტენდერი, რომლის შესახებ ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ და რადგანაც ეს იყო დახურული, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო თავის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლია ჩაატაროს დახურული ტენდერი და ჩვენც ვატარებთ დახურულ ტენდერებს, მაგრამ ჩვენ დროს, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარდა 32 დახურული, 34 ღია და 32 დახურული ტენდერი. ანუ თანაფარდობა ესეთია, მაგრამ დახურული ტენდერის რაოდენობა თუნდაც 2011 წელს იყო 192 მილიონზე საუბარი, როდესაც დახურული ტენდერი იყო და ჩვენ შემთხვევაში დახურული ტენდერით ჩავატარეთ მხოლოდ 6.500.000 ლარი. დახურული ტენდერის სპეციფიკა რაშია, რომ შეიძლება ისე გააკეთო, რომ ვერც ვერანაირ ჩაგეძიება. რა თქმა უნდა, დახურული ტენდერი ნიშნავს იმას, რომ თქვენ და სხვა დაინტერესებული მხარე, თუნდაც სამხედრო მოსამსახური ან მისი ოჯახი ვერ გაიგებს როგორ მოხდა ამა თუ იმ პროდუქტის შესაძლებლობა. რამე გაქვთ უკვე ხელშესახები მასალა იმის თაობაზე, რომ თუნდაც დახურული ტენდერების და სხვა ქმედებების გამო იქ კორუფციას ჰქონდა ადგილი. თავდაცვის სამინისტრო არ არის საგამოძიებო დაწესებულება, ჩვენ გვაქვს გენერალური ინსპექცია, სხვათა შორის გენერალური ინსპექციის ფანჯარაც არის მანდ, შეგიძლიათ შევძანით და მანდ არის გენერალური ინსპექციის, აი იგივე სამშენებლო პროექტების ქვემოთ არის გენერალური ინსპექცია. გენერალური ინსპექციის ასე ვთქვათ, ხაზზე შეგიძლიათ შევძანით, შემდეგ არის ყველაზე საინტერესო და ისეთ მასალები, რომელიც საინტერესებს საზოგადოებას, დარღვევათა ჩამონათვალ და ასე შემდეგ, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც გენერალური ინსპექციამ დაადგინა და შემდეგ უკვე გაიგზავნა პროკურატურაში. კალანდაძეს რაც შეეხება ეს ბინამის არის სალაპარაკო თემა და ის აცხადებს, რომ მას არაფერი არ მიუღია. ამავე გენერალური ინსპექციის დასმაში არის ცალსახად მითითებული, რომ კალანდაძის და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ბინების შეძენა მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე. ამ ბინების კეთილმოწყობა, რემონტი, ტექნიკით დატვირთვა და ავეჯით უზრუნველყოფა მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახსრებით. ეს მოხდა გასულ წლებში.
და შემდეგ უკვე ეს უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი საქმე, იმიტომ რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, გენერალური ინსპექცია მიიჩნია, რომ იყო ადგილი ჰქონდა, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების გადამეტებას, რადგანაც არსებული მასალებით ირკვევა, რომ ოჯახის წევრები ჩართულები იყვნენ ტექნიკის შერჩევაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს საქმე, ამ საქმესაც გრიფი ედოს სხვათა შორის. გრიფი მოხსნილი აქვს, გადაგზავნილია პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა დაადგინოს ეს ბინები, ამ ბინების შესყიდვა, გარემონტება და ასე შემდეგ. ხელისუფლების დროს დაიწყეს გამოძიება ამაზე? არა. ამაზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეთ, რომ უამრავი ბინა არის გარემონტებული. გრიფი ედო აი ამ გრიფი ყველაფერს ედო თავდაცვის სამინისტროს. ქმედებას ამ გადარიცხვას. შემდეგ უკვე პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, რომ სახელმწიფო ქონება ერთლარად გადაეცა ნებისმიერ კვების საკითხი, როგორ იყო დარეგულირებული კვების საკითხი სააკაშვილის დროს? კვების საკითხი, ჩვენ როდესაც მივედით თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს შეერაღებულ ძალებს აჭმევდა კომპანია ქართული კვება, ძირითადში, რომელიც არის ჩვენი შემავალი ჩვენთან დაქვემდებარებული დელტას ერთეული შეფასება რომელიც არის იარაღს აწარმოებს არა მარტო იარაღია იქ სამშენებლო ასე ვთქვათ დიდი სტრუქტურაა დელტას ხელმძღვანელობა იმ პერიოდში იყო ჭარბაძე რომელიც იმასთან რაღაც საქმეები არის აღძრული თუმცა მე არ ვარ ამ არის რაღაც კავშირში ბაჩუახალაიასთან ეს ჭარბაძე რა თქმა უნდა ჭარბაძე დანიშნულია ბაჩუახალაიას მიერ შემდეგ და სპეცდანიშნულების ძალებს საქმეს შეფასო ელფი. ამ შემთხვევაში შემდეგ კვების დეტალი რომ კარგად გავიყარეთ, რამდენიმე წუთი დამიტყვა, აი კვება გავიაროთ კარგად. კვებაზე ჩვენ შემდეგ გადაწყდა რომ გამოცხადებული იყო ტენდერი და ზონალურად მოხდარი იყო ქართული სამხედრო შენაერთების ასე ვთქვათ დაყოფა მოხდარი იყო მხარეების მიხედვით და სხვადასხვა კომპანიებს მოხდინათ უზრუნველყოფა. ამავე პერიოდში ჩატარდა ექსპერიმენტი ნორმირებულ კვებას რამდენად მიიღებდა შეერაღებული ძალები, თუმცა ჯარისკაცებმა გამოთქვეს სრული რომ ისე ყოფილიყო არანორმირებული, შესაბამისად გამოცხადებული რა განსხვავებაა და ჩვენ მიგვაჩნდა რომ დაუშვათ უნდა ყოფილიყო რაღაც ულუფები, რაც სჭირდება სამხედრო მოსამსახურებს ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში ასეა. ანუ ამდენი რეალურად ჩვენი დაკვირვებით წვიანს არ ჭამდნენ სამხედრო მოსამსახურები, ჭამდნენ ზედმეტად ზეხოვს, სოსის და ასე შემდეგ, რაც შემდეგ მათ ჯანმრთელობისთვის არ იყო მთლად კარგი. მაგრამ თვითონ სამხედრო მოსამსახურებმა მიიჩნიეს რომ მათ ესე ურჩევნიათ. არანორმირებული ნიშნავს იმას რომ რამდენსაც უნდა იმდენს ჭამს სამხედრო მოსამსახურე. ასე გები. და რასაც უნდა, ანუ ეს არ არის რომ პირველი მეორე მესამე შეუძლია ჭამს მხოლოდ მეორე, ან მხოლოდ მესამე, ეს ასე ვთქვათ სამხედრო მოსამსახურის ასარჩევია. მაგრამ ამავდროულად ჩვენ მე გავაძლიერეთ მუშაობა ხარისხზე და სწორედ ამას ემსახურება ეხლა ის რომ როდესაც ლაპარაკობენ რომ არაფერი არ გაკეთდა და აშენებული ჯარი დაგვახვედრეს, სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ მოტივირებული და არიან მოტივირებულები, ამაზე არ არის საუბარი და ვერც იქნება საუბარი, მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტების პრობლემები იყო და ეხლა მიმდინარეობს 32 სამზარეულოს და სასადილოს რემონტი ან შენდება თავიდან. იმიტომ რომ ეს სამზარეულოები არ აკმაყოფილებდა ელემენტარულ სტანდარტებსაც. ალასანიას მინისტრობის პირველ ხანებში ჩვენ ნახეთ ვიდეოებიც კი თუ როგორ გადიოდა ირაკლი ალასანია და აჩვენებდა სავალალო მდგომარეობას. ყაზარმების მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ფული დაიხარჯა სააკაშვილის დროს ჩვენ ვიხილეთ რომ ბევრი ყაზარმა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ზოგიერთი ძალიან კარგში. ანუ რაღაც ესეთი პოლიტიკა ტარდებოდა, იყო რაღაც გერი ნაწილები და იყო საჩვენებელი ნაწილები. არ მინდა იმის თქმა რომ წინა ხელისუფლებას ქონდა გამორჩეული ბაზა, გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები ყავდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის არის ის ფაქტი რომ დაგვდა აშენებული სამხედრო ბაზები და ამას არავინ არ უარყოფს და ეს უკაცრავად ბაჩოს თავისი ოჯახის ბიუჯეტიდან არ აუშენებია, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრები და დაგვდა სავალალო მდგომარეობაში ყოფილი სამხედრო ნაწილები. ეხლა მიმდინარეობს ამჟამად სულ წელს განხორციელდება 56 სამშენებლო სამუშაო, მსხვილი სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს. მე ვიცი რომ თვითონ სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გაუმჯობესდა, გაიზარდა ხელფასი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, როდესაც თავდაცვის მინისტრი პირველად ჩავიდა ავღანეთში, მაშინ გარკვევა რომ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების მინიმალური ანაზღაურება იყო $700. აქვე გეტყვით რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები აქაც იღებენ ხელფასს რაც მათ ეკუთვნით და პლუს სამივლინებოს თანხას იღებენ აღარ დროს. ერთად არ გამოდის, მაგრამ ამ ეტაპზე რაც საშუალებაც ქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს
ახლა იღებენ მინიმალური არის $1000 ავღანეთში, $700 ნაცვლად და საქართველოში შეერაღებული ძალების მასშტაბით ხელფასი გაიზარდა 25%. დაჭრილები და დაღუპულის ოჯახებიც იღებენ ძალიან დიდ დახმარებას. ესეც ასე ვთქვათ სიახლეა და წინ გადადგმული ნაბიჯია, რა თქმა უნდა, სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ წინა შემთხვევაში თუ საუბრობთ იმაზე, რომ სამხედრო მოსამსახურე ოჯახი დაღუპვის შემთხვევაში იღებდა 15500 და შემდეგ 7000 დაგზავნის ხარჯებს ეძახიან, ახლა უკვე ყველა მიიღებს $100,000. $100,000 ოჯახი. და მე რამდენად ვიცი შეიძლება პენსიას დაუნიშნო. შეიძლება არა, ეს უკვე განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ეს არის ცოტა გრძელვადიანი, ესეც ბიუჯეტზე იყო დამოკიდებული და უბრალოდ ვერ ვიტყოდით, რომ აი გიზდით შესაბამისი გათვლები ჭირდებოდა ამ ყველაფერს. 2014 წლიდან არსებული ცვლილებების თანახმად იქნება $500 ყოველთვიურად პენსია დანამატის სახით ან კომპენსაციის სახით და ეს თანხა გადანაწილდება დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახზე, წევრებზე, ანუ $500 და 2015 წლიდან უკვე იქნება $1000, რომელიც ასევე განაწილდება ყოველთვიურად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს. ამ შემთხვევაში არის საუბარი დედაზე, მამაზე, მეუღლეზე და შვილებს. რამდენად გაუნჯობესდება, რამდენად მიაქცევენ ყურადღებას იმ თემებს, რომელსაც ძალიან მძლავრად აპიარებდა სააკაშვილი. ერთის მხრივ ზედმეტი მილიტარიზაციისადმი გარკვეული ნიჰილიზმი გაჩნდა საზოგადოებაში. იმიტომ რომ სააკაშვილი ისეთ თამაშას წევდა და ჩვენ გვახსოვს გამონათქვამები, რომ საქართველოს ემზადებოდა რუსეთთან ომისთვის. და შემდეგ ამ წაგებულმა ომმა, რომელიც ჩემი აზრით რა თქმა უნდა ჯარისკაცების ბრალიც არ იყო, ეს დაგება არამედ ხედამთავრების ასე ვთქვათ. მაინც გარკვეული ნიჰილიზმი შეიტანა ზოგადად ჯარისადმი დამოკიდებულება. ვერ ვიტყვი რომ ასეა, ვერ დაგეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ საქართველოს შეაღებული ძალები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად არის ყველაზე დრობით აღჭურვილი სტრუქტურა და ინსტიტუცია ქვეყანაში. მე უფრო ყველა კვლევა ასე აჩვენებს, ყველაზე მაღალი ნდობა შეაღებული ძალების მიმართ. ანუ დავამატებ რა, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემაა, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ნდობაც მაღალია. და სიამაყის გრძნობას აქვს თელ ქვეყანას. იმიტომ რომ შეერაღებული ძალები ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ყველაზე ღირსეული ხალხი არიან სამხედროები. იმიტომ რომ ისინი იცავენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენ სამშობლოს. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, მით უმეტეს საქართველოში. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ არასოდეს არ ყოფილა ცუდი დამოკიდებულება. შეიძლება იყოს დამოკიდებულება ცუდი მათი ხელმძღვანელების მიმართ. მაგრამ ახლა როგორ მოხდა? სამოქალაქო ოფისი, ასე ვთქვათ, გადაიქცა სერვისად. ანუ მომსახურების სააგენტოსავით არის სამხედროებისთვის. მოგესალმებით, ორი შენობა, გაერთიანებული შტაბი, სამოქალაქო ოფისი, თვითონ სამინისტრო სამოქალაქო ნაწილი. მთელი ამოცანა, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ოფისის არის ის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკა განსაზღვროს, არამედ იყოს სერვისი, შექმნას კარგი სერვისები სამხედრო მოსამსახურეებს. ჩვენ უყურებდით სააკაშვილის დროინდელ პროექტებს, თუნდაც შეერაღებულ ძალებში, თუნდაც იარაღის შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე და ისიც ვნახეთ, რომ ბევრი შესყიდვა არაადეკვატური იყო და გარკვეული ექსპერტები გამოხატავდნენ ნიჰილიზმს, თუნდაც აი ქართული ჯავშანტრანსპორტი არის ან რაღაც გარკვეული სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ ქართული ჯავშანტრანსპორტის გამოცდა. როგორ იქნება ეხლა? ანუ ეს უფრო ღიად, უფრო გამჭვირვალედ იქნება, უფრო მეტად აუხსნით ხალხს, რომ ამაში ფული უნდა დაიხარჯოს და ასე შემდეგ, ანუ ხო ხვდებით რის ყველა გადაწყვეტილება რაც აქამდე იქნა მიღებული და მომავალში მიიღებს თავდაცვის სამინისტრო არის ძალიან ტრანსპარენტული, იმიტომ რომ ჩართული არის ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. თქვენც რომ მოინდომოთ აი ტენდერზე დასწრება, ტენდერის გამართვისას გამოცხადებულია, რომ აიმართება ტენდერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეუძლიათ მთელი ტენდერის მსვლელობის დროს თუ დახურული არ არის და საქმე არ ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას. ეხლა ზოგიერთი ჩვენი დღევანდელი თანამდებობის პირი, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობიდან დღესაც ცდილობს რომ რაღაც წარმოაჩინოს, რომ ის არ ხდება თავდაცვის სამინისტროში და ხშირ შემთხვევაში არღვევს კანონს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, როდესაც ასახელებს შეერაღებას, რასაც აწარმოებს და არ აწარმოებს, ან მომავალში უნდა აწარმოოს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ჩვენ ვატარებთ გამოცდებს დელტაში და შესაბამისად
მიმდინარეობს ცვლილებები, მიმდინარეობს რეფორმები, მიმდინარეობს ახალი იარაღის გამოსვლა, მაგრამ რასაც კანონი გვავალდებულებს, იმ ფარგლებში დავრჩებით. დაინტერესებული მხარე მიიღებს იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციის გაცემაც შესაძლებელია. ძალიან დიდია ნდობა დღევანდელი თავდაცვის სამინისტროსი, ამიტომ როგორც აი ამ ნდობის მატარებელ ერთ-ერთ ფიგურას მინდა გკითხოთ. საჭიროა ქართული იარაღის წარმოება, ანუ არის ადეკვატური, ეს ხო არის ხომ მხოლოდ პოლიტიკური პიარი და ბაქიბუქი, გვაქვს ამის პოტენციალი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ისე როგორც თელ სოფლიოში ჭირდება თანამედროვე შეიარაღება, თანამედროვე უნიფორმაზეც გეტყვით რომ ახალ ტანისამოს გადახვევა რო გავაკეთოთ, მაგრამ დაუბრუნდეთ ეს თემას. ტანისამოსი იყო, ხუნდებოდა, მძიმდებოდა და არატარებდა ჰაერს და არ იყო მსუბუქი. ეხლა არის ბრიტანულ შეიარაღებულ ძალებს რა ხარისხის მატერიით არის შეკერილი ფორმა აცვიათ, იგივე ხარისხის მაჩვენებლებით მატერიიდან იკერება ქართული შეიარაღებულ ძალების ახალ ფორმას. დელტას რაც შეეხება პროექტები ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენი შეიარაღებულ ძალებს ჭირდება თანამედროვე შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკა, თანამედროვე თუნდაც უნიფორმა და ასე შემდეგ. თუ კი ჩვენი წარმოება შეძლებს დააკმაყოფილოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნები და ეს უფრო იაფიჯდება, რატოა უნდა გადავიხვალოთ სხვა ქვეყანაში? და ბოლო შეკითხვა, როდის აღარ იქნება გაწევა და როდის გადავა ჯარი პროფესიულს? ეტაპობრივად ეს მიმდინარეობს ეს პროცესი 2015 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები გადადის უკვე მთლიანად პროფესიულ, მაგრამ გაწევას არ ხდება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, გაწევა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სიჭროს და ასე შემდეგ სხვა სამინისტროებიც, მაგრამ ეს ძირითადად ალბათ თავდაცვის სამინისტრო იყო. თავდაცვის სამინისტრო უკვე აღარ არის ძირითადი განწყობი კონტრიბუტორი. დიდი მადლობა ვაკო ავალიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მან ისაუბრა იმ ჯარში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ მცირე ხანი ნახავთ რეკლამას, შემდეგ ახალ ამბებს და შემდეგ ისევ დავბრუნდებით ხელშუაზღვისში.